რუსავის მეტალურგიულ ქარხანასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. რა მოთხოვნები აქვთ ქარხნის თანამშრომლებს, თემაზე დღის განმავლობაში ჩემი კოლეგა თამთა ცირამოა მუშაობდა, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. თამთა, მოგესალმები. რა სითხოვენ აქციის მონაწილეები და რა ინფორმაცია გაქვთ, აკმაყოფილდება თუ არა მათი მოთხოვნები? დიახლიკა, აქცია რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დღეს დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეები ქარხნის დირექციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რის მიხედვითაც ისინი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. თანამშრომლების თქმით, უხელფასო შვებულება განისაზღვრება 10 თებერვლიდან 10 მარტამდე, თუმცა სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზს ისინი არ ეთანხმებიან. თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ არც იმის გარანტია აქვთ, რომ 10 მარტიდან საწარმოში დაბრუნდებიან. ქარხნის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თანამშრომლებთან ერთად პროფკავშირების წარმომადგენლებიც აპროტესტებდნენ. თავარი მოთხოვნა არის, რომ მეტალურგიის ადმინისტრაცია დაგვიმტკიცოს, რომ მას აქვს პრობლემები და კრიზისული მდგომარეობა ქარხანას, თუ არა და მაშინ იმ შემთხვევაში თუ უფასოზე უშვებს ამ ხალხს, გადაუხადოს. ის ტოლფასი ხელფასი, რაც ხელფასი ქონდა ამ ხალხს დღემდე. დაიცვა საქართველოს კანონმდებლობა შრომის კოდექსი. მეც არაბაზარი ვთქვი. როგორც კი ამუშავდება აი ქარხანა, რომ დაგვიძახონ ისევე რა. ყველა ამას მოითხოვს. ეხლა ამ წუთში ვის განთავისუფლეს, იმათ არ გადაუხადეს, მე გადამიხადეს ერთი თვისა, მაგრამ ის ერთი თვის გადახდილი ხელფასი რას მომიტანს? ეხლა ორი თვე ხელფასი არ ამიღია. ერთი თვე ვინ გადამიხდეს მე რამეს? კომპენსაცია არ მეკუთვნის. ეს ათშული არ გვეუბნება. ჩვენ აყვანდა პაკისტანელი დირექტორი და ის გვასაქმებდა 2200 კაცი. ეხლა მოვიდა ქართველი კაცი და დაგვაყენა 500 კაცი. მოგვიანებით აქციის მონაწილეებთან საუბარი ისურვეს ქარხნის ხელმძღვანელობამ და აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს შენობაში. მათთვის განმარტებები გააკეთა ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილემ არჩილ მელიქიძემ. მისი თქმით, ქარხანა ამ დროისთვის კრიზისულ მდგომარეობაშია და იმის გამო, რომ საწარმოს სრული გაჩერება არ მომხდარიყო, იძულებულები გახდნენ 150 თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში გაეშვათ. მოლაპარაკებები ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. გათავისუფლებული თანამშრომლების საკუთარ სოციალურ მდგომარეობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას და ქარხნის ხელმძღვანელობისგან პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ. საბოლოოდ შეხვედრაზე მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. თანამშრომლების ინტერესების გათვალისწინებით უახლოეს მომავალში რამდენიმე საკითხზე დოკუმენტი შედგება. ბანკიდან გამოვიტანეთ 15000 ლარი. თავის პროცენტიანად 19000 ლარს ვიხდი. ანუ 470 ლარს. 640 ლარი მაქვს ხელფასი. აი ხა მე ვერანაირად ვერ გავიჭირო. მაგარი აი თქვა ჩემო ბურად მაგარი დარხეული მაქვს რა. უნდა წავიდე რაღაცა ან ჯართი მოვიპარო სადღაც, ან გადავწვე რაღაცა უნდა. ან ვიღაცას ვესესხო და აღარ მივცე. აგერ სამი მუშაობენ აქვს, სამი ოჯახი 30000 აქვს ვალი. მოდი ასე ვქნა. სამივე გაუში, როგორ უნდა გაიჭირო? ერთი წუთი. რა ვიცი. ჩემი წეხის საკითხი მუშა იძახის ის ყველაფერი ტყუილია. რასაც თქვი და ის არ ყველაფერი არის. ყველაზე სხვა ცეხებში გასახები ის გაკეთება ზაფხულში ბანკის ვალი გაქვს და მოგებაზე შეხვედრის მიზანი იყო, რომ რაღაცნაირად შეგვიმსუბუქებინა ამ ხალხისთვის ეს პერიოდი. პირველი რაც გამოიკვეთა არის, რომ ამ ხალხს აქვს საბანკო კრედიტები და აქვს პრობლემა, ამიტომ ჩვენ დავუპირდით, რომ ვიშუამდგომლებ ბანკებთან, რომ შესაბამისი გრაფიკის შედგეს, რომ ამ ხალხმა შეძლოს ამ კრედიტების გასტურება, ეს ერთი. მეორე ის არის, რომ ზოგიერთმა გამოთქვა სურვილი, რომ ერთი თვით კი არა, მაშინ საერთოდ წავიდეს სამსახურიდან და მიიღოს ის კომპენსაცია. ასეთი რაღაცას დავუპირდით, ეს შესაძლებელია და თხოვეთ ეს სიები შეედგინა. მესამე იყო, რომ მათ მოითხოვეს გარანტიები, რომ 10 მარტს დაბრუნდებიან, ჩვენ ვთხარით ბრძანება 10 მარტამდეა გაცემული და ახლა ეს ავტომატურად მოხდება. შევთანხმდით იმაზე, რომ პარასკევს 2 დღის შემდეგ 10 საათზე ხალხი ისევ შეიკრიბება აქ და კომპანია წარმოადგენს დოკუმენტს, ორმხრივად ხელმოსაწერ დოკუმენტს პროფკავშირსა და კომპანიას შორის, სადაც ეწერება კომპანიის მხრიდან ასაღები ვალდებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ რით შეიძლება ამ ადამიანებს ამ ერთი თვის განმავლობაში შევუმსუბუქდეთ იძულებითი მოცდენის შედეგად განცდილი ტკივილები. დოკუმენტის წარდგენა 12 თებერვალს მოხდება, როგორც უკვე აღნიშნა ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილემ. დოკუმენტში საუბარი იქნება იმ ბანკებთან შუამდგომლობაზე, რომელ ბანკებშიც ქარხნის თანამშრომლებს ცესხი აქვთ აღებული. ასევე დოკუმენტში იქნება ის გარანტია ჩადებული, რომ ის თანამშრომლები, რომლებიც ახლა უხელფასო შვებულებაში იმყოფებიან, 10 მარტიდან სამსახურს დაუბრუნდებიან.